გამარჯობა მეგობრებო. კიდევ ერთი საინტერესო პროექტი ნახეთ. პროექტი არის Swiss blockchain-ზე. საუბრები არის რომ დაფინანსება აქვს ამ პროექტს 100 მილიონი და მეტი, თუმცა ოფიციალური წყაროები და გიაწყაროები ამის შესახებ არაფერი ვერ მოეწია, მაგრამ ფიქრობ რომ აქტიურობა დღის არ არის რთული, საკმაოდ მარტივია და ამიტომ გადავწყვიტე რომ მივიღოთ მონაწილეობა. აი საიტი გამოიყურება ესე. ამის შემდეგ საჭიროა დავაკავშიროთ მას Swiss საფულემ, არა MetaMask-ის, არამედ Swiss საფულეს. აი აქ Connect Wallet-ს ვაკავშირებთ. აი ერთ-ერთი საფულები, რომელიც გამოიყენება Swiss testnet-ში და მაინც სამუშაოდ არის Swiss საფულე და ასევე Slash საფულე. ამ ორიდან ერთ-ერთს შეგიძლიათ არჩიოთ. Bitget და OKX შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგრამ მე გიჩვენებთ რომ აი ამ ორიდან ერთ-ერთი არჩიოთ. თუ არ გაქვთ დაინსტალირებული ეს საფულე, აი აქ მაშინ შესაძლებელია, როდესაც არჩევთ, პროგრამა თვითონ მოგცემთ დაინსტალირება. თუ არ ჩანს ეს საფულეები, მაშინ ჩამოტვირთეთ. სიტყვები შეინახეთ, გადაიყვანეთ testnet-ზე და შეუერთით და დაიწყეთ მუშაობა. მე აქ აქტიურობა მაქვს. 2 დღეა ვიმუშავე ცოტა ამ პროექტზე, აი ესე გამოიყურება თავარი გვერდი. არა, თავარი გვერდი არა, ეს არის აურას გვერდი. აურაში არის მოცემული დავალებები, თუ რა დავალებები უნდა შევასრულოთ იმისათვის, რომ მივიღოთ ქულები. აი ეს დავალებებია აქ. აქ წერია რომ აი დამინდო უნდა Faucet-დან ამათი ტოკენი, აი აქ სტეიკი გააკეთო უნდა 3-ჯერ XAU ტოკენის, Redeem უნდა გააკეთო XAU ტოკენის M-ის 3-ჯერ და აი როდესაც შეასრულებ, გააკეთებ, ესე ფერს შეიცვლის, ანუ განათდება რა. რაც გაშავებულია, ის შესრულებულია რა შესაბამისად სამუშაო ამაგაზე. ეგ რო დავიწყოთ, ახლა გვჭირდება სატესტო ტოკენი. მათი ასევე Swiss საფულე, Swiss ქსელზე ვარ და ჩვენ გვჭირდება უშუალოდ Swiss საკომისიოსთვის testnet-ს, რომ საკომისიო წაიღოს swap-მა ან Redeem დანიშნულება რაღაც ოპერაციამ. ამისათვის პირველ შევართ Faucet-ში. აი აქ Faucet-ში, აი აქ არის სამივე, აი Mint, Xiaomi, USDC და Sui. მე აღებული მაქვს, ახლა თუ მომცემს, აღარ ვიცი სიმართლე გითხრათ. რატო? ხო, აი ერთი უნდა ჩავწეროთ. აი ძლევა. არქნა. არქნა. აი ამ ორს ესე, შემდეგ გადავალთ უშუალოდ Sui-ზე რა. აი ეს საიტი გადაგვიყვანს Sui-ზე და აი ეს აქ უნდა ჩაწეროთ თქვენი Swiss საფულის მისამართი. მოითხოვოთ სატესტო ტოკენები. და აქ დაიწერება რომ უკვე თქვენ საფულეზე არის რა. აი ეს არის Swiss სატესტო ტოკენები. 12 Sui. აი რაღაც პრობლემა აქვს. აი გავიდეთ. არა უშავს. მოკლედ ესე გააკეთებთ და ამის შემდეგ იწყებთ მუშაობას. აი ეს ასაც გეუბნებათ რა. Swap თუ გეუბნებათ, swap-ი გააკეთეთ. გავაკეთოთ უშუალოდ მთელი 21 გავსვაპოთ GUSD-ში. ეს ჩვენ რაღაც არ მუშაობს, ხარვეზი აქვს. გუშინწი მუშაობდა. ეს არის სტეიკი. მოდი დავასტეიკოთ. Tourisms. სტეიკმა იმუშავა. აი Redeem-ს აქვს მთელი და რაოდენობა უნდა არჩიოთ, ისედაც დიდი რაოდენობა სატესტო ტოკენების არ გექნებათ. ამიტომ აი არ მუშაობს, ეს არ მუშაობს. მოდი კიდევ ვცადოთ. აი როგორც გამოჩნდა იმ წამს ეპროვი აი იმუშავა.
კარგით, გავიგეთ. აი აქ ეს არის borrow. აქ ჩვენ გვეუბნებიან სად არის აი borrow JUSDC სამჯერო და აი JUSDC ჩვენ აქ ჩავწეთ რაოდენობას აქ ერთი რომ მივუთითო შეიძლება არ წაიღოს იმიტომ რომ პატარა რაოდენობა საკმარისი არ არისო დაგიწეროს აი დააწერა საკმარისი არ არის ამიტომ 1.2 ყოველთვის მუშაობის დროს კვალი რიცხვები არ მივთითოთ დაუშვათ 1.23 ან რაღაც ეს 29-ს მივუმატეთ სადღაც 0 ჩაამატეთ შუაში და ესე გააკეთეთ ხოლმე. არ მუშაობს. მაგრამ არს აი მოვასწრე და გააკეთა რა. მაგრამ ეს არის რომ აი ეს დავალებები ყველა შევასრულოთ და აიღოთ ბეიჯები. აქ ვემატება აუბრა ჩვენი შესრულებული დავალებებით, აქ მივუთითებს რეფერალს, რამდენი ყავს რეფერალი, აქ მივუთითებს რანგი რა გვაქვს და ეს კიდე რეფერალებისგან აღებული აურა არის, ან უშუალოდ მათი ჯამის აურა. არ ვიცი კონკრეტულად აი ეს 320 რას მივუთითებს. თუ მოიმატა ანუ თუ რეფერალი 2 დარჩა და ამან მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს 2 რეფერალი რაღაცას მუშაობს აქ, ქულები ემატებოდა და შემდეგ ეს ქულები ჩვენთან აისახება. მოგლეს სულ ეს იყო. არ გამოტოვოთ. სუის ეკოსისტემას არაერთხელ დაუვდია კარგი დროპი. ასე რომ შევუდგეთ და ვიმუშაოთ. მადლობა ყურადღებისთვის. შემოვიმერთით. Telegram არხში მოეწონეთ ვიდეო. წარმატებები თქვენ. მეც რა თქმა უნდა.